მოგესალმებით, შედეგს მიღმა აგრძელებს ეროვნული ლიგის გაშუქებას და დღეს ვართ გორში, როგორც მივხვდით ვიდეოს დასაწყისიდან. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია გორის დილა ხდება თბილისის დინამოს, რომელსაც კეცბაიას ხელში ძალიან მაგარი სვლა აქვს. 4 მოგება, 1 ფრე და მეორე ადგილი ამ ეტაპზე ჩემპიონო რბოლაში. ჩვენ დებიუტი არის გორში ჩამოვედით და პირველად თენგიზ ბურჯანაძე დაგვიქნება ჩვენი ვლოგი და რეპორტაჟი. რაც შეეხება ამით ძალიან კარგია. ყველაფერი იმისთვის რომ კარგი თამაში ვიქნებოთ არის. რაც იმიტაც თამაში, იმიტომ რომ ის იქნება გორის ახალი უწყნელის ლევან კოლარაძის პირველი საშინაო თამაში. მასაც დებიუტი აქვს მასალას. იმიტომ რომ წინა ტურში უკვე იყო, მაგრამ გასწორდა ქუთაისში და კავკასიასთან დამასწრე ბოლოს. რაც შეეხება დინამოს თბილისს, აქ ძალიან კარგი სვლა არის. შესანიშნავ ფორმაში, კეცბაიას ხელში დაუმარცხებლები არიან და საინტერესოა ეს ორი გუნდის დაპირისპირება, როგორ იქნება, იმიტომ რომ გორის სახში ტრადიციულად კარგად თამაშობს ხოლმე. ველოდებით გულშემატკივრებს ასევე, ხო? ხო. და ამინდი მართლა კარგია, რომ მეტოქე მნიშვნელოვანია ჩამოსული. გორი არის ის ადგილი, სადაც ხალხი დადის. ძალიან ბევრი ადამიანი დადის საკუთარი გუნდის საგულშემატკივრად. ასე რომ ველოდებით კარგ ატმოსფეროს, ველოდებით იმას რომ იქნება კარგი თამაში და რაც ჩვენ თავიდან გვიჭირდა გოლებსაც ვიხილოთ და ნახოთ ჩვენი პირველი გამოსვლება არის გორში და რაც წავიღებთ აქედან არის საინტერესო. ხო, მანამდე დალაიქეთ ვიდეო, არხი გამოიწერეთ, სხვა ესაც YouTube რიტუალები ყველაფერი შეასრულეთ და წავიდით. აქ უნდა ვახსენოთ ჩვენი პარტნიორი კომპანია HubsG, რომელიც გვეხმარება და გვამარაგებს ეროვნული ლიგის გუნდების მაისურებით, რომელიც არის e-commerce პლატფორმა. სულ მალე გახდება ფიზიკური მაღაზია, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იგეგმება ახალი მაღაზიის გახსნა და უკვე შეგიძლიათ წამყვანი ბრენდების, სპორტული ბრენდების ინვენტარისა და აქსესუარების ყიდვა ამ მაღაზიაში. ჩვენი პირველი დავალება. რა თქმა უნდა შევასრულეთ, რომ საჭი მატჩისთვის საჭირო აკრედიტაცია და ყველაფერი გვაქვს. ახლა გვაქვს მეორე კოლორიტული დავალებაც. გორში რომ გორიდან ისე არ უნდა წავიდეთ. კლასიკა, გორის კატლეტი. არ დავაგემოვნოთ და არ გავუშვებთ დაწუნებული ვიყავით ამ შანსს ხელიდან. ხო, ვიცით ერთი ადგილი, რომელსაც აქებენ და ნახოთ, რევიუები იქნება, ხო? იმედი არ გაგვიცრუდა. მოვდივართ კატლეტის დეგუსტაციიდან და ჩვენი მეორე მისია შევასრულეთ. იმედია თამაშიც ისეთივე იქნება, როგორც კატლეტი იყო, ძალიან კარგი. სულ მალე დაიწყება თამაში, აი 20 წუთი დარჩა სადღაც თამაშის დაწყებამდე, უკვე შემადგენლობები ვიცით. გახურების ბოლო ნაწილი მიმდინარეობს ახლა და ეს კარში დარტყმები. ჩვენ ხანდახან განს გავიხედებით. ფურთი რომ არ მოგხვდეს. მოკლედ დინამოში არის ცვლილებები, იმიტომ რომ მათევატაძე დღეს არ დაიწყებს ძირითადიდან და სირაძე დადგება მის ნაცვლად. ხარებაშვილი პირდაპირ ბოლოზარიდან ეს არის ძირითად შემადგენლობაში. ნინუა დაბრუნდა შემადგენლობაში, წინა თამაში გამოტოვა იბერიასთან. არის რაღაც გადაადგილებები დინამოში. განსხვავებული შემადგენლობით ხდება დღევანდელ მატჩს. გორის დილაზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ სეზონის მათი ძალიან გამორჩეული ფეხბურთელი მენთეშაშვილი, რომელსაც 4 საუკეთესოა, 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა აქვს და ვთქვათ, გუნდის მოტორია და ლიდერობს გუნდს. ფარულავაც კარგად გამოიყურება. დილაში და კერესელის მეკარე ერთ-ერთი. ხო, ფარულავა ყოველთვის უფრო მეტად ესე შემქმნელი და კანი. ხო, ათიანის პოზიციიდან. ხო, უფრო მეტად კრეატიული ფეხბურთელი იყო, რომელიც ვალდებულებაც აქვს, რომ შეუქმნას მეტი მომენტი გუნდს. ხო, მოკლედ დავალდით თამაშის დაწყებას და მე უკვე თამაშის მიმდინარეობისას შევთავაზებ. სასწაულსევი, ხო?
თამაშის მიმდინარეობისას ემოქცევასად უფრო მეტ დეტალს. მე 20 წუთია თამაშის, ჯერჯერობით 0-0 და გადლადები თამაში ვერა, ჯერჯერობით. ერთი დარტყმა მახსოვს დინამომ რო დაარტყა სტანდარტის შემდეგ. კი, ერთი კურდიშის დარტყმა იყო და ერთი დილას ჰქონდა დარტყმა, რომელიც დაბლოკეს ოღონდ. თავიდან დინამომ კარგად დაიწყო, საინტერესოა და მე დილას ჰქონდა რამდენიმე კარგი ამოსვლა პრესინგიდან, როცა დინამო პრესინგებდა ხაზებს შორის აკეთებდნენ პასს და კერესელიძის თავისუფლებას იყენებდა და ამდენჯერმე კარგად გადმოვიდნენ აქეთ. მაგრამ საერთო ჯამში ძალიან მოსაწყენი თამაშია, თითქმის არაფერი არ ხდება. ისე აი ძლივს გავიხსენეთ პირველი 20 წუთის განმავლობაში თუ რა მომენტი შეიძლება გქონდა. მაგრამ კარგია რომ ორივე გუნდის გულშემატკივრების და სტადიონი მეტნაკლებად ხმაურიანია. კი, ანუ და დასწრებასაც ეხება, საკმაოდ მაღალი დასწრება არის და გულშემატკივრებიც არიან მოედანზე, რაც სასიხარულო სანახავია, რომ ამდენი ადამიანი ესწრება დღევანდელ მასში. ნახოთ როგორ გაგრძელდება. ხო, იმედია, უკვე მომენტებიც წამოახერხა დილააცურის კუთხურს. ძალიან მოსაწყენი თამაშია და ეხა არის სტანდარტი. სტანდარტები დინამოს კარგად გამოსდის, როგორც წინა მატჩში ვნახეთ, ნახოთ ეხა დილას როგორ გამოუვა მენთეშაშვილი მიდის ჩასაწოდებლად. სამწუხაროდ რეზი ძალიან უსიამოვნო ფაქტის მომსწრენი გავხდით ამ თამაშზე, რის გამოც ძალიან დიდი ხნით იყო მატჩი შეჩერებული. დაახლოებით 20 წუთი გაჩერებული იყო თამაში სასწრაფო შემოვარდა მოედანზე. გოლის დილას კაპიტანმა მიიღო მძიმე სახის ტრავმა და როგორც ამბობენ დადასტურებულად არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ სახიზვალია გატეხილი, რის გამოც სწრაფი, ასე ვთქვათ, ევაკუაცია და გადაყვანა მოხდა საავადმყოფოში, რის გამოც მატჩი იყო დიდი ხნით დაახლოებით 20 წუთი ნახევარი საათი შეჩერებული. ისიც ვთქვათ, რომ მატჩი შეჩერდა, რადგან როდესაც სასწრაფომ დატოვა ტერიტორია, მატჩი ვერ გაგრძელდებოდა მანამ სანამ მეორე სასწრაფო ვერ მოვიდოდა და ისე რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდარიყო. ეს ამამისად გამოჯამთელებას უსურვებთ პირველ რიგში გორის კაპიტანს, ისედაც მძიმე თამაში, სამწუხაროდ ისე მძიმე ფაქტი დაფიქსირდა და იმედია რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და გამოჯამთელდება გორის დილას კაპიტანი. არა, კაი, ხუთი რა, დანარჩენი ისე თუ მოკლედ თამაშის განახლების მერე ძალიან ხისტი დაძაბულობა იზრდება, ხმაური შეიძლება გესმით. ძალიან ხისტი ფერმუნტი წავიდა და ორი წითელი ბარათი გადამოწმდა, ერთი იყო ფარულავაზე, რომელიც ჩვენი თვალიდან არ ჩანდა რომ რაიმე იქ საწითლი შეიძლება ყოფილიყო და მეორე საჯი არ მისულა პირველ შემთხვევაში ვართან უბრალოდ უკარ ნახეს რომ ეს არ იყო და მეორე საწითელი მეორე თვითონ მისცა მენთეშაშვილის წითელი ძალიან ხისტი გაშლილი ფეხი წავიდა უგრეხელიძეზე დაჯარიმდა და ეს მომენტის შემდეგ უკვე პირადად გადაამოწმა. თან დიდი ხანი ამოწევდა იმიტომ რომ რაღაც ზეტოლა მიდიოდა მასზე ტრიბუნებიდანაც და ტრიბუნებიდან სამწუხაროდ კაბებიდან მოკლედ და კიდევ ერთი მძიმე ჯარიმა და კიდევ ერთი ყვითელი ბარათი ძალიან ხისტი და დაძაბული თამაში წავიდა და მე მგონი ესე თამაში შესვენება ყველა სჭირდება. კი, მით უმეტეს ემოციური ფონიც ისეთი აქვს პირველ ტაიმს აუცილებლად და თუ ასე გაგრძელდა არაა გამორიცხული რომ სხვა ფერის ბარათებიც ვიხილოთ.
მგონი უნიკალური შემთხვევის მომსწრე ვართ. ქართულ ფეხბურთში კი არა, ის გახსოვს აფრიკელი მსაჯი რო იყო რაღაც 96 წელს როსტოენს და თუ რაღაც თამაში რომ დავრებს, აი ეგეთი რაღაც მოხდა. მოკლედ უკვე გაიგებდით რომ საშინელი დამა მიიღო გორის დილას კაპიტანმა და ამის გამო გაჩერდა თამაში. ხო, მოდი ქრონოლოგიურად მივყვეთ და აუხსნათ მაყურებელს 25 წუთზე. ხო, 25 წუთი იყო, როცა ტრამვა 26 წუთი იყო დაწყებული. ჩვენ ხა გადავახვიეთ YouTube-ზეც live ჩანაწერი და თამაში განახლდა 50 წუთზე. ანუ 25 წუთი იყო თამაში გაჩერებული მთლიანად. ამის შემდეგ იყო ორი ეპიზოდი, როცა თამაში გაჩერდა და მსაჯი ამოწმებდა და ამის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, როცა მეკარეს ეუბნება რომ განახლების შემდგომ თამაშობთო 4 წუთს. და სადღაც 1 წუთი მივცეთ კიდევ საათს, გამოდის მე-4 მსაჯი და ამატებს 5 წუთს. და პლუს ამ წუთში იყო კიდე ერთი დიდი 3 გადამოწმება იყო წითლის. 2 მანამდე იყო. ანუ 1 იყო კიდე აქ დაემატა. ანუ პლუს კიდე 3. არა, მენთეშაშვილის წითელიც დამატების დროში ხო, მაშინ ხო, ეგრე. და მოკლედ მოკლედ რა დავთვალოთ შეიძლება ერთია. როგორც დავთვალეთ 15 წუთი ტაიმს 10-15 წუთი დააკლო და სუფთა სათამაშო დრო გამოვიდა ნახევარი საათი 35 წუთზე. მოკლედ ეს არის უნიკალური შემთხვევა, იმიტომ რომ ცალსახა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაც აბსოლუტურად გაიქცა მატჩის სადავოები, რაც შეეხებოდა ყველაფერს ეხება ეს ბარათებს, რაც და არის გადამოწმებებს, წითლებს, მოკლედ პირველი ტაიმი როგორ შევაფასოთ საბოლოო ჯამში არ ვიცით, იმიტომ რომ პირველი ტაიმი ჩატარდა ადრე რო იყო თან 15 წლამდე ბავშვებს რო თამაშობდნენ რაღაც შეზღუდული დროით, ეგეთი დროით ჩატარდა. ალბათ კი არა ვერსად ვერ ნახავთ. ხო, რთული ეგეთი რაღაცები ნახოთ და შეიძლება ამის გამოც ღირს ეგეთი რაღაცების გამო სიარული სტადიონებზეც რომ მეორე ტაიმის ყველაზე საუკეთესო მომენტი არის რომ მთელი ტრიბუნა კვარას თხოვს გამოხედე. ბავშვები ძირითადად და კვარა რამდენჯერმე გახედა, მაგრამ ბოლოს გაბრაზდა ერთი. მე უყვირო და უკვე გამოიხდე. არა, რაღაც მომენტები ხა იყო კერესელიძეს ჰქონდა ხა კარგი სეივი და ერთი მომენტი ჰქონდა ერთ-ერთზე ყველაზე მეტად საგოლე შანსი რაც ჰქონდა ალბათ დილას. ეგ მომენტი იყო რომ ერთ-ერთზე ვერ გაუტანა სამწუხაროდ. კარში ვერ გამორყა ბურთი საერთოდ. ხო, ლორიას ააცილის კარს. მეორე ტაიმი ძალიან მძიმე არის. აშკარად გადმოყვა პირველი ტაიმის ის ემოციებიც და ყველაფერიც. ფსიქისტეც არის. კიდევ ერთი შარი მონახეთ. არის რაღაც აფეთქებები, რომ არა მომენტების მხრივ, არამედ ჯარიმების მხრივ, რომ ძალიან ხისტი თამაში მიდის. დინამო ნომინალურ ფორვარდის გარეშე თამაშობს, იმიტომ რომ სირაძე გავიდა და ხარაიშვილი შემოვიდა. ამ წუთას კეთდება ცვლილება, ხარებაშვილი და მონტეირო შემოდიან. აი მეორე ტაიმი კლიანად არის მიდის დინამო თბილისის კარნახით და უამრავი აი რამდენიმე ეპიზოდი იყო როცა დილას აი ხაც ზუსტად ისეთი ეპიზოდი იყო როცა დილას ჩაუჭრეს ბურთი ამუტანის დროს ანუ დინამოს პრესინგი კარგად მშობს პერსონალური პრესინგია და ნუ რამდენჯერმე დაიბრუნეს ბურთი ერთი-ორი ეპიზოდი იყო როცა უშუალოდ საჯარიმოს გასადგამებთან მოკლედ მაინც დინამოს კარნახით მიდის მეორე ტაიმიც და საინტერესოა ეს ცვლილებებით თუ შეძლებს დინამო რომ აი არ დატეხოს ეს თამაში, იმიტომ რომ აი თითქოს ისეთი თამაშია რომ შეიძლება იმ ზუსტად ის ერთი მომენტი საკმარისი იყოს. თქვენი კაპიტნის შესახებ მინდა გითხრათ, რა მდგომარეობა მის ჯანმრთელობის შესახებ ცოტა რომ მოგიყვეთ. სამწუხაროდ არ გვაქვს ესე რომ ვთქვათ სახარბინო ინფორმაცია, იმიტომ რომ სახის ზღვის მოტეხილობა აღმოაჩნდა და ნუ ძალიან ცუდია რომ სავარაუდოდ დიდი ხნით გამოგვაკლდება და ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და ნუ რა თქმა უნდა ფეხბურთი როგორზე გავწიოთ ჯანმრთელობას რაც ეხება, რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან წუხართ ამის, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ფეხბურთია და ამის გარეშე ფეხბურთი შეუძლებელია. კარგია რომ არ მომხდარიყო, მაგრამ
რა არის თქვენი მთავარი, ასე ვთქვათ, ეს ნაბიჯები, პირველი ნაბიჯები, რასაც გაატარებთ გოლის დივაში? Ну, პირველ რიგში მენტალური, ფსიქოლოგიური, ესე რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიურად უფრო მეტი ვიმუშავეთ ფეხბურთელებთან, რომ მეტი ბრძოლის უნარიანობა გამოვიჩენთ, იმიტომ ერთ კვირაში ითამაშო ის თამაში, რაც ჩვენ გეგმაში გვაქვს და რაც გვინდა რომ ვითამაშო, ძალიან რთულია. შეძლებს დაგვაროთ, შევეცადეთ რაღაც პატარ-პატარა ესე რომ ვთქვათ, კონტურები, მე მგონი ქუთაისშიც გამოჩნდა და დღესაც თუ რა გვინდა და რა თამაში გვინდა, პრობლემები და ხარვეზები ძალიან ბევრია. მე იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე და სწრაფად აღმოვხრავთ ამ ხარვეზებს და ჩვენი მიზანი ყოველთვის უცვლელია, ყოველთვის ბრძოლობთ მაღალი მიზნებისთვის. კი, ჩვენთვის აი ძალიან რთულია, მე დავიწყებ ცოტა უკან დავბრუნდები, აი ტორპედოდან ჩვენ ორი თამაში ფაქტურად სტრესის ქვეშ მოგვიწია. ამანაც რაღაცა დოზით დაასვა ჩვენ ესე რომ ვთქვათ იმ გეგმას, რაც გვინდოდა, იმიტომ რომ ტორპედოსთანაც პირველ ტაიმში კაცი გაგვიგდეს და შემდეგ ძალიან რთულია გადაწყობა, მით უმეტეს ესე ძლიერ გუნდს რო ეთამაშები, როგორც ტორპედოა, ჩვენ შევძელით პრინციპში 10 კაცად გავათანაბრეთ თამაში, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ბოლოს დავმარცხით. იგივე მოხდა დღეს, მაგრამ ნუ არ ყოფილა წითელი ბარათი, იყო იძულებითი შეცვლა, ნუ მაგრამ ეს ყველაფერი სტრესია გუნდისთვის და ამის ფონზე და ამის გათვალისწინებით თუ რაც მოხდა ეს ორი თამაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც ის გამოვაჩინეთ ის ბრძოლის უნარიანობა, რაც ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ თავარი არის, რომ გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად ესე რომ ვთქვათ, განიცადოს პროგრესი და სწრაფად წავიდეს წინ და იმ მიზნისკენ, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ეს როგორი არის ევროტურნირების პროცესი გოლის დივაში? ნელ-ნელა იწყებთ ამ ყველაფრის უზადებას, დაახლოებით მეტოქეები უნახეთ და ამ პროცესზე ერთ-ორი სიტყვით როგორია? მე 7 დღეა რაც გუნდში ვარ, ზუსტად დღეს მე 7 დღეა და 7 დღეში ორი თამაში ვითამაშეთ, ესეთი რთული და მართალი რო გითხრათ, მხოლოდ კონცენტრირებული ვიყავით ტორპედოზე, ეხლა თბილისის დინამოზე და მართალი გითხრათ, არ გვიფიქრია ევროტურნირზე. რა თქმა უნდა, ჩვენი აზრები და ესე რომ ვთქვათ, გეგმები რა თქმა უნდა უკავშირდება ევროტურნირსაც, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არ არის, ჩვენ გვაქვს ჯერ მომდევნო თამაში, 24-ში გაგრა, 29-ში სამგურალი და ესე მივყვებით. მე რა თქმა უნდა როცა უკვე მოვა იმის დრო ჩვენ უკვე კონკრეტულად უნდა მოვემზადოთ ევროტურნირებისთვის, რა თქმა უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ეს ამით მე ისე თქმა მინდა რომ ჩვენ გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება ის შეთამაშება, რაზეც მე უკვე ვისაუბრე და ზუსტად აი ეს არის ჩვენი პირველი მიზანი, რომ ევროტურნირებამდე ეს ძალიან მალე და უპრობლემოდ მოხდეს და შევეცდებით და ვცდილობთ ყველა მეც ხელმძღვანელობა ფეხბურთელები რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ რაც გვინდა ქართულ ხალხს გულშემატკივარს მწვრთნელებს ფეხბურთელებს რომ ევროტურნირზე რამენაირად რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ რომ მაგისთვის ვიყოთ მზად. ეს თამაში ძალიან ბევრი ცვლილება გააკეთეთ წინა თამაშებთან შედარებით ძირითადად 11 ევროში. ამ გამოიწვია ეს ცვლილებები კალენდარმა თუ სხვა ტაქტიკური ჩანაფიქრები იყო ამ ყველაფერში? არა, ნუ დღეს დილით ვაწაზე პატარა ვარჯიში ჰქონდა და ფეხი იტკინა და ნუ ვერ ითამაშებდა. ამიტომ მოგვიწია სერაძის დაყენება. ნუ პრინციპში ორი კაცი იყო ცვლილება მან ეგ და ნუ პრინციპში როდრიგოს მაგივრად დავაყენეთ ნინოა. დიდი ცვლილებები არ ქონია თამაში. პრინციპში თამაში ჩვენი იმით წავიდა, მომენტები გქონდა, ვერ გავიტანეთ, მაგრამ მაინც ახლა გორიც კაი გუნდია, ეგენიც იბძვიან ზედა ადგილებისთვის. ამიტომ ფრე არ ამგონია რომ ის იყო საქმე ძალიან ცუდი შედეგი. კი გვინდოდა მოგება, მაგრამ სამწუხაროდ შანსები რო ქონდა, გოლი ვერ გავიტანეთ და დამთავრდა თამაში ფრედ. ვეცნობზადებით მომავალი თამაშისთვის, რომელიც იქნება ისევე ძლიერ გუნდთან, ტორპედოსთან, რომელიც ეგენიც იბძვიან ჩემპიონობაზე და ალბათ იმედია რომ ამ თამაშისთვის უფრო უკეთესი მომზადებულები შევხვდებით. ის ფეხბურთელების რომლებიც ტრავმირებულია დაბრუნდებიან და ალბათ ყველ მაქსიმუმს გავაკეთეთ იმისათვის რომ თამაში მოვიგოთ. მოკლედ პირველი ტაიმი ძალიან კონტროვერსიული გამოვიდა და ჩვენც რო ვითვლით თითქოს უფრო ნაკლები დრო გაატარეს
გუნდებმა მოედანზე დაახლოებით 10 წუთი. რა თქმა უნდა, ამან გუნდზე ზოგადად თამაშზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა სიხისტვის და პრივატს. ეს სამსნაური შემთხვევა იყო. ნუ რა ვიცი, სამსნაური შემთხვევა ორი გაგდება იყო, მე ისე უკან დაბრუნება, მე რა ვიცი 11 წუთიო, მე დამატება და ნუ რა ვიცი, მე უკვე ყველა ზაგვერია რა 10 წუთი ვითამაშოთ 55 წუთი თუ უფრო ნაკლები და ეხლა თუ იძახით რომ უფრო ნაკლები იყო, ალბათ თქვენ ჩემზე უკვე ზად იცით, მაგრამ მაინც ეხლა მაგას იმედია რომ ფეხბურთელი რომელიც დაშავდა კარგად არის, ჯამთელი არის და არ შეიძლება მალე დაუბრუნდეს ისე ვარჯიშებდა თავის გუნდს რა, ამას აქვს ყველა დიდი მნიშვნელობა, ნუ ეხლა ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები თამაშზე, ნუ იმანაც ცოტა შეიძლება ითქვას, რომ ცუდათი მოქმედა ორივე გუნდზე. მაგრამ ნუ პრინციპში ახლა ვერ ვიტყვით, რომ უკმაყოფილოები ვარ თამაშით. ალბათ თუ ვინმე შეეძლო ამ თამაშის მოგება, ალბათ ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ უფრო მეტი შანსები ჰქონდა, შეიძლება ისე ითქვას, ნახევარ შანსები. ახლოვდება სატრანსფერო ფანჯარა, ევროტურნირები, გაირკვა რაღაცა მეტოქეების ვინაობა, დაახლოებით ვინ შეიძლება იყოს დინამოს მეტოქეები. აი ეს პროცესი როდის დაიწყება გუნდში და როგორ? ნუ ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მოვიყვანოთ ფეხბურთელები, მაგრამ ფეხბურთელები ჯერ არ შეიძლება რომ მოვიყვანოთ. მე პრობლემა ეგეც არის, რომ ეს ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დაამთავრეს სეზონები, წავლენ დასასვენებლად, გაიგე და ჩვენ მაგათ ჩამოყვანა მოგვიწევს უკვე და იმიდან რა ქვია იმას დასასვენებელი იმიდან კურორტებიდან და ამასაც დრო დაჭირდება სანამ ესენი ფორმაში შევლენ ჩვენ გვაქვს ნათქვამი რომ გვინდა ფეხბურთელები დავიმატოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მოვიდნენ ფეხბურთელები ისინი რომლებიც ჩვენ ვინც ყავს იმაზე უკეთესები იქნებიან და გუნდს დაეხმარებიან მიზნისთვის რა. დასრულდა ჩვენი გორული ვოიაჟი. უცებ ჩააქრეს ყველაფერი და ამიტომ ცოტა ბნელი კადრით ვწერთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ გოლების სერიის შემდეგ ვიწევდა უკვე ჩვენს 1-0. დაუბრუნდით საწყის წერტილებში. გოლი ვერ ვნახეთ, მაგრამ ძალიან დაძაბული მატჩი იყო, სიხისტე, უხეშობა, ძალიან მძიმე ტრავმაც და ნუ ბევრი ესეთი საკამათო კონტროვერსიული ეპიზოდი. არ მიყვარს ასეთი რაღაცის თქმა, მაგრამ რატომ საჯი იყო თითქოს ჰაილაითი დღევანდელი მატჩის. აშკარად. ბევრი კუთხით, როგორც უშუალოდ მოედანზე მიღებული გადაწყვეტილებების კუთხით, ასევე დროის მენეჯმენტი და ვარქვათ ამას, თუ რა თქმა. მოკლედ იყო ბევრი შეცდომები, რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა იქონიეს თვითონ თამაშზე და ტრავმა ემოციურად ორივე გუნდისთვის ძალიან მძიმე ტრავმაა, როგორც უსმინეთ ლევან კორღალიძეს სახიზვლის მოტეხილობა აქვს და დიდი ხნით ძალიან დიდი ხანი არ იქნება და იმედია მალე გამოჯამრთელდება და არ იქნება მას გართულებები, რადგან ძალიან მძიმე ტრავმა არის და მისი მოშუშება გაუჭირდება, ასე ვთქვათ. კარგი, დავამშვიდობოთ და მომზადოთ ალბათ მომდენოლოგისთვის, რომელიც არის ტორპედო დინამო, თავარი კლასიკა ქართული. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დალაიქება და აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ ჩვენი პარტნიორი HubsG, რომელიც არის ჩვენი მეგობარი კომპანია და გვეხმარება გვამარაგებს ქართული ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მაისურებით, რომელიც შეგიძლიათ მოიგოთ ჩვენს გათამაშებებში და მალე გაიხსნება მათი ფიზიკური მაღაზია, სადაც შეძლებთ წამყვანი ბრენდების აქსესუარების და სხვადასხვა მაისურების ყიდვას. ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომდევნო ვლოგში.